როდესაც დეპრესიაზე ვსაუბრობთ, ხშირად ესეთი წარმოდგენა არსებობს, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, 4 კედელში უნდა იყოს ჩაკეტილი, რაც ასე არ არის. დეპრესია შეიძლება იყოს ფუნქციური და ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს დეპრესია, მაგრამ ჯერ არ იცის ამის შესახებ. სანამ გავიგებთ, რა არის ფუნქციური დეპრესია და როგორ უნდა ამოვიცნოთ იგი, მოკლედ დეპრესიასაც შევეხები, რომელიც არის ჩვენი დროის ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დაავადება. იგი ხასიათდება უემოციობით, სასიცოცხლო ენერგიის არქონით, აპათიით, ნეგატიური შინაარსის ფიქრებით, სუიციდური შინაარსის ფიქრებით და სხვა, ხოლო ვლინდება სხვადასხვა სიმძიმით, სიხშირით და ხანგრძლივობით. ფუნქციური დეპრესიის დროს ხშირია ესეთი ფრაზები, რომ წესით უნდა მიხაროდეს, მაგრამ სიხარულს ვერ უგრძნობს, ემოციას ვერ უგრძნობს ადამიანი, შესაბამისად არ აქვს ენერგია და თითქოს დაცარიელებულია. დეპრესიის მსუბუქი ეპიზოდის დროს, რომელიც სულ მცირე ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანი ცხოვრებაში დგება, ძალიან ეხმარება ცხოვრების წესის შეცვლა. ეს შეიძლება იყოს ჰობი, შეიძლება იყოს ვარჯიში, ყველაფერი ის, რაც გამოიწვევს სასიამოვნო ემოციებს. ჩვენ ვიცით, რომ ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის სფერები ჩვენს ცხოვრებაში. ემოციას მოყვება ენერგია და როდესაც ენერგია აქვს ადამიანს, შემდეგ მოდის სიხარული. რაც აქვს, უკვე ახარებს.